გამარჯობა ქალბატონებო და ბატონებო. მოგესალმებით ჩემს გამომწერებს პირველ რიგში როგორც ტრადიციულად და შემდეგ მათ ვინც მოусმენთ ამ ვიდეო ჩანაწერს. მე არასოდეს წინასწარ არ ვგეგმავ რა უნდა ჩავწერო და რა არა, მით უმეტეს გამოსვლის როდესაც რაიმე საკითხზე ვსაუბრობ. აღარ თუ კონკრეტულად მაგალითად შემოქმედების ამბავში ვლაპარაკობ, ეს სხვა არის, მაგრამ როდესაც ისე რაღაც თემას ავირჩევ, ეს სპონტანურად ხდება და არასდროს არ ვალაგებ რა, მაგის დროს სადამ აქ მე ახლა რომ რეპეტიციები გავიარო და ის გავაკეთო ახლა. უბრალოდ მოთხრობების ჩაწერა მიჭირდა ხოლმე, იმიტომ რომ ემოცია მეძალებოდა და რამდენჯერმე მიხდებოდა ეს, თორე თუ ისე ვსაუბრობ, ეს არის, რა ვიცი, შეიძლება რაღაც მომენტში მომეძალოს ემოცია, თუ ვლაპარაკობ შემოქმედებითი თვალსაზრისით. ეხლა მე მინდა წავუმძღვანო ასეთი რამ ჩვენს დღევანდელ საუბარს და მიხვდებით რატომაც ვსაუბრობ მე ამაზე. კი ზეპირად ვიცი ეს, მაგრამ არ მინდა რომ ერთი სიტყვაც გამომრჩეს და დიდებულ მწერალს ამით რაღაცა მის ნათქვამს ხინჯი უნებლიეთ მივაყენო რაღაცა ის. ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია. ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული. თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვა მსხვისი და ასე დაუსაბამოთ, რამე თუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე. მარადისობის კანონი ნოდარ დუმბაძე. ეს გენიალური მწერალი არა მარტო იცით თავისი ნაწარმოებებით კი არ ვამბობ ამას. მიაქციეთ ყურადღება, მარადისობის კანონი ეს არ არის რაღაცა უბრალო ნაწარმოები. თან როცა სულზე საუბარი გამორიცხული იყო კომუნისტების დროს, ეს არ შეიძლებოდა. ეს პირდაპირ აკრძალული ცენზურა ამას კრძალავდა და რა უნდა გაეკეთებინა, რა ძალისხმევა უნდა დაждომოდა ნოდარ დუმბაძეს, შეექმნა ისე ეს ყველაფერი, რომ თვალში საცემი არ ყოფილიყო და ეთქვა თანაც თავისი სათქმელი ასე გამოკვეთილად. გაანათლოს ღმერთმა და მოიხსენოს სათასასუფეველში ბატონი ნოდარის სული. ეს იყო უდიდებულესი მწერალი, რომელიც მე პირადად არ ვიცი, ვამბობ რომ თაობათა ცვლა დასჭირდება, რომ ნოდარ დუმბაძე ასე იგი შეიძლება ვერც ამოუწუროთ, რა ვიცი. იმდენად გრძნობიარე ადამიანი იყო და ამ გრძნობებმა მიიყვანა, სადამდეც მიიყვანა მისი გული. ანუ ის განიცდი და ყველას სატკივარი იყო მისი სატკივარი და ჩვენი სატკივარი კიდე ხო ხედავთ რას წერს და ეხლა მე გეტყვით რატომაც წაუმძღვანე ამას ეს. ჩვენ მაგალითად ქართველები რატო გვიჭირს ახლა? თქვენ გონიათ რომ ის არის დამნაშავე ვიღაცა, მთავრობა ერთი, მეორე, მესკი რაღაცა შეიძლება გააფუჭა, იმან მოიპარა, იმ შტერიკი არა ვარ კაცო, ამ ქვეყანაზე ვცხოვრობ და ვხედავ ყველაფერს, მაგრამ ეს რაც ხდება ჩვენს თავს, თუნდაც დაუშვათ ბოლო, ვთქვათ 30-35 წლის მანძილზე. ეს არავითარი მთავრობის ბრალი არ არის, განა იმიტომ რომ მთავრობას და არ ვიცი მიშამ და გრიშამ და იმან რა გააკეთეს. განა არ ვიცი ეს ყველაფერი კაცო, ან ის რას აკეთებს და ან ეს რას აკეთებს და ან მე ამ ყველაფერს თქვენ გონიათ ვერ ვხედავ? ვიღაცა შეიძლება გონია, რატომ არ აფიქსირა? არ მინდა ბატონო, არ მინდა, იმიტომ რომ პოლიტიკურ პროგნოზებს მე ვერ გავაკეთებ. ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ პოლიტიკა ისეთი რამეა, რეიგანი რო ამბობდა რა, პირველი პროფესიაო დედამიწაზე არის რომ მეძაობაო და მე მგონია რომ პოლიტიკა უფრო პირველთან ახლოს ადგა ვიდრე ის პირველ პროფესიად რომ მიიჩნევაო. ეხლა წარმოიდგინეთ, ეხლა მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, მარკ ტვენის არ იყოს, რომ ჩაერთო
რა ქვია, გუბერნატორობის არჩევნებში და მოუწყეს ისეთი რამე, რომ გამოცვიდნენ ზანგის ბავშვები, მამა, რატომ მიგვატოვებო, ვიღაცა ხალი აქედან გამოუვარდა კიდე შენ გათახსირებულო, ჩემოდანი რომ მომპარეო, იმაშიო, რა ქვია, მატარებელშიო. რაო, მარკ ტვენი ცნობილი მწერალი იყო, კაცო, გაიქცა იმ აღარ გამოეთიშა იმ მარათონს, გუბერნატორობის არჩევნებში იყრიდა კენჭს. ანუ პოლიტიკა არის ასეთი ისა, კი ვოვენარგი ამბობდა პოლიტიკა ყველაზე დიადია ყველა ცოდნათა შორისო სტალინს რო შეხვდა გერმანელი მწერალი და კი ბატონო ყველაზე დიადია ყველა ცოდნათა შორისო ოღონდ ამა ქვეყნისა სიბრძნეა და ამა ქვეყნისა სიბრძნეო სიშლე გეარს უფლისა მიმართო პაოლე მოციქული ამბობს და მე ამა ქვეყნისა სიბრძნისაკენ კი არ მოგიწოდებთ კაცო მე მოგიწოდებთ იმისათვის რომ ცოდნა მიიღოთ ცოდნა იმისი რას წარმოადგენს ადამიანი და რა მოვალეობები აქვს თქვენ მე მგონი ქართველმა კაცმა დაგვიწერა დიდი სიბრძნეა კაცისა ცნობა თავისაო და სხვათა შორის გამოჩენილი დოქტორი დიუნი ამბობდა რომ ადამიანი უნდა გრძნობდეს თავის მნიშვნელობას საზოგადოებაში მაშინ უკვე ამბიცია აღარ გექნებათ შეხედეთ აი ჩვეულებრივ ადამიანებს სულ ყველა პოლიტიკოსია კიდე გეუბნებით მე პოლიტიკურ პროგნოზებს ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ არ ვიცი. და ცხონებული რამას შრიკვაძე უნდა ეს რა ქვეყანა ვარ თუგოს. ყველაფერი იცის უგოს. ყველა მიცის ყველაფერი, იცის როგორ უნდა მართოს ქვეყანა, სულ ყველა მიცის ყველაფერი. ამიტომ ვარ დილეტანტებიო. არ მეხება მე ეს საკითხი, კი გამიკრიტიკები ახლა გაზეთში რამდენი წერილი მაქვს დაწერილი მაგრამ აღარა ვარ ამას აქ შეეხლებ ნერვები ამას შევალიო ვიღაცის კრიტიკას კაცო. თორე მე რო წერილები მიწერია და მე რომ გამიკრიტიკებია აგერ ცხონებულმა თამას სივწივაძემ ადრედაც თქვი და კიდევ ვიმეორებ რამდენი წერილი მიძღვნა მე თავის გაზეთში და სხვა გაზეთებშიც დაწერა ეს. რომ მე ის ეფექტი ვერ მივიღე 30 წელიწადშიო რაც ამან ერთი წერილით გააკეთაო და მოახდინაო. სხვათა შორის ეს მიშას დრო იყო. მაშინ როცა ჩირვებში იმალებოდნენ ვიღაცები მე ვწერდი კაცო. ამას თავი დავანებოთ, მაგრამ რა არის იცით, ჩვენ გვაკლია ერთი რამე. აი რას არ ვაკეთებთ სწორედ. ეხლა დეილ კარნეგი ამბობდა რომ ადამიანს ყველაზე მეტად ეჯავრება საერთოდ ჭკუის დარიგება. ჭკუას კი არ გარიგებთ. მე ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, ჩემი გამოცდილებიდან, უკვე ხნიერი კაცი ვარ, რაც ვნახე, რაც დავინახე და რაც შევაფასე ჭეშმარიტად ის გადმოგცეთ და გააკეთებ ძმაო, გააკეთებ და არ გააკეთებ და ისედაც არ აკეთებ და ეხლა მე უკვე მესია ხო არა ვარ რომ ესე იგი ზემოქმედება მოახდინო ქრისტემს 1000-ობით ადამიანში 70 კაცი ძლივსა მოარჩია და იმ 70-დან 12 და იმ 12-შიაც კი გაყიდეს და ბოლოს უყველა გაიქცა იმის გვერდიდან და ეხლა მე ნამდვილად არ შემწევს ის ძალა რომ ეხლა გამოვიდე და ხმალი ავიღო ხელში და გავიქცე და ვიღაცების იმაზე დროშებითა და იმით ვირბინოს. ამიტომ მე რასაც გეუბნებით ეს არის ჩემი გამოცდილება, ეს არის ჩემი ხედვა, გინდათ მიიღეთ, არ გინდათ მიიღებთ. მე ძალად როგორ მივაღებინო ადამიანს, რომ გინდა თუ არა ჩემი ხედვა გაიზიარე. არა ბატონო. აი კახეთში ამბობენ ხოლმე წინა კაცი უკანას ხიდიაო. კი, რა თქმა უნდა, ტოლსტოიც ამბობდა მაგას და არაერთხელ მithქვამს რომ ახალგაზრდები ამბობენ რომ მე შვიდი ჭკუის რა თმინდა რა გინდა მოიფიქრო მოფიქრებული კაცო მიიღებ ზამზარეულიო ხო ანუ მომისმენთ ხომ კარგი და თუ არ მომისმენთ რა ვქნა აი ქართველის უბედურება და გაჭირვება რაში მდგომარეობს მე მინდა გითხრათ დღეს ეს ასე მაგალითად აი მაქვს ხელფასი ვთქვათ 1000 მანეთი სიტყვას 1000 ლარი აი ებრაელები რატომ მომყავს ხოლმე მე მაგალითად 26 საუკუნე რითი გადარჩა ეს ერიკას მთელი სხვადასხვა ქვეყნებში ნახეტიალები გაუბედურებული 1000 გენოციდ მოწყობილი აი ამით გადარჩა 1000 მანეთი მაქვს ხელფასი და ჩავთვალოთ რა მოსეს რჯული ავალებდა ჩვენც გვავალებს ქრისტიანობა ხო გვავალებს მეათედი გაეციო გეუბნება ქრისტე მაგრამ რა არის იცით
აი ყავთ შვილები და ფიქრობ ამ დროს ნათესავი ყავს გაჭირვებული ვიღაც მოყვასი ან მეგობარი ან მეზობელი ან რა ვიცი ვიღაცა ახლობელი რა შენი მოყვასი არის ძალიან ძიმე მდგომარეობაში და ფიქრობ ეხლა მე რა უნდა უშველო ამას ეხლა 20 ლარი მივცე 30 ლარი მივცე ჩემ ბავშვებს გამოვაკლო იმას გამოვაკლო და გარდაიცვალა ის ადამიანი რა ხდება ვალდებული ხარ იმიტომ რომ შენმა ნათესავებმა შენმა ახლობლებმა შენმა მეგობრებმა რა ვიცი ვინც ყველა ღმერთმა კარგად ამყოფოს კაცო მაგრამ აი თუ ასეთი ადამიანი გარდაიცვალა მე უკვე იძულებული ხდები 200 300 და რავი 400 და 500 ლარი მიიტანო და დადო იმ გარდაცვალების იმაზე როცა ქრისტიანული სარწმუნოება გვეუბნება ახალი აღთქმა მოძღვარო ქრისტეს ეუბნება ერთი ყმაწვილი მე გამოვყვები მაგრამ მამა გარდამეცვალა წავალ დავმარხაო და შემდეგ წამოვალ და გამოვყვებიო ქრისტემ რა უპასუხა მკვდრებმა მკვდარი დამარხონო შენ მე გამომყევი სიცოცხლის გზაზე ადამიანი რო გარდაიცვლება იმისთვის რა მნიშვნელობა აქვს შენ 500 მანეთს მისცემ და აჩუქებ იმას და იმის დასამარხად 300 ლარს გაიღებ 500 ლარს გაიღებ თუ 1500 ლარს გაიღებ ის რა მნიშვნელობა აქვს იმისთვის ძეგლს დაუდგამ თუ ჯვარს ჩაურწობ იმის საფლავზე აი მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხო ლეშია უკვე იმიტომ იძახის დუმბაძეს ის იმიტომ წაიგდა სანამ ცოცხლები ვართო ერთმანეთს ხელი შევაშველოთ თქვენ იცით რა სიბრძნედევს აი ნუ წაიკითხეთ ამოიღეთ და ნუ მე ვერ ხوار დაგიწყებთ ამის განმარტებას ყველამ სათითაოდ აი ამოიღეთ და წაიკითხეთ და როგორ გითხრათ გაისიგრძეგანით აი რას გვეუბნება ის გენიალური მწერალი მე ადრე დავდე ეს და ავიღე იმიტომ რომ ძალიან ისეთი ფართოდ განვიხილე და ფართოდ არ უნდა განვიხილა ერთი მეგობარი მყავდა შეძლებული ოჯახიდან ამას გელაპარაკებით 90-იანი წლებია დასაწყისი ხო და ეს მეგობარი ცხოვრობდა ერთ ჩიხში რომელსაც მილიონერების ჩიხს ეძახდნენ და ჩიხი იყო სადაც 12 ოჯახი ცხოვრობდა და ეს 12 ოჯახი ბოლო კარის ყველა კარგი სახლები იყო ეს ჩემი მეგობარი სადაც ისიც ძალიან საუკეთესო სახლები იდგა იმ დროისათვის და ბოლოში ეს ჩიხი რომ თავდებოდა იდგა რაღაცა ჩარდახი რაღაცა ქოხი და თავისი რა ქვია ხის კარით ჭიშკრით გარეთ და რაღაცა უბედურება რაღაც ცელოფნე ბაკრული ფანჯრებზე ხო და მე ხლა ნუ ვიცოდი რომ ვიღაცა უბედური ხალხი ცხოვრობდა ხა მე რა ვიცი ხლა ნუ სად როგორ და რანაირად ყოველ შემთხვევაში ნუ არ ვიცოდი არ დავინტერესებული ვარ ვისი რა და რა ხდებოდა მე მივიდიოდი ხოლმე ჩემს მეგობართან და ერთხელაც მივედი ბევრი რო არ ვილაპარაკო და რას ვხედავ ნუ ამ მთელი ამბავია იქ ერთი ბუხრის ოთახი ქონდა გრძელი მაგიდა და დაბალი მაგიდა და დაბალი სკამები და შემომსტარია ხალხი ეს ჩიხის ეს ხალხი ეს ამ მეზობლები ეს მილიონერები რა ეს ამათ სახში ამ ჩემი მეგობრის მე არც ვიცოდი რა ვიცი რა ხდება და ერთი სიტყვით რო დამინახა ამ ბიჭმა ჩემზე ცოტა უფროსი იყო წლოვანებით ხო და გაუხარდა რა რომ დამინახა და მოდი რა კაი დროს მოხვედიო რა ნუ შევედი რა ვხედავ ეხლა ეს მეზობლები ეხლა ვიცნობდი ეხლა იმასთან რომ მივდიოდი თითქმის სულ ყველას ვიცნობდი ეხლა გამარჯობა გაგიმარჯვე ზედი პროკურორის მოადგილე იყო მეორე სამმართველოს უფროსი მესამე იზე ნუ რა ვიცი ესეთი ხალხი ცხოვრობდა იქ ხო და ერთი სიტყვით აი პულმარილია ისეთი რომ ნუ რაღაცა სასწაული და ბუხარში წვადი იწובה ისა ნუ მთელი ამბავია და დავალევინო თუ რა ისო განსხვავებულიო შემოგვესწროო რაღაცაო და მომაწ მეოთხარი არა ვსვავ კაცო მე მაინდა-მაინც რა განსხვავებული კაცო რის განსხვავებული მაცალეთ რაღაცა პატარა იმით ვიტყვი და გაგლოცავდე
რა ხდება მეთქი ამას უთხარი და ბიჭი გარდაიცვალა ჩვენი მეზობელი ის ბინა რო ბოლოში რო ბინა არისო რა ხნისა იყო მეთქი მე უთხარი და 27 წლის და მე უთხარი არავინ არ აყავდა კაცო იმას აქ რა უნდა ეხლა ამ პურმარის და არავინ არ ყავდა მშობლები დაეხოცავდა და კი მაგრამ თვითონ რითი გარდაიცვალა მეთქი და ამას ვლაპარაკობ უკვე მე იმათაც ესმით იმ სუფრის წევრებს რა შემოესწარი ეხლა მე ხო არ ვიცი რა ხდება აქ ხო და საწყალიო შიმშილით გარდაიცვალაო ტუბერკულოზი დაემართაო და მოკდაო რა 27 წლის ასაკშიო ეგრევე დავდგით სივად ჭიქა რა და ის მამამისი მიყურებს იქიდან წვათსაწვავს იმასთან მუხართან იმ მიცნობს ეხლა ის ხო ამათან მოვდივარ ამ ბიჭთან მეგობრობ ის ბიჭთან უფროს ბიჭთან რა და სამი ბიჭი ყავდა ერთი აღარ არის ოცხალიც ხონებული შუა ხო და ის კაცი მიცნობს და იცის ახლა ჩემი ფსიქოლოგია რომ მე როგორი განწყობა შემექმნება ეხლა ამ მომენტში არა და ის კაცი ნორმალური ადამიანია თვითონ მამა და ის იყურება იქ ცალიყური აქეთ აქვს რა მოგჯვისა და თვალი მე უთხარი კი მაგრამ კაცო შიმშილი და მოძვერი ვიყიდეთო ბიჭო რა პატივი დავადევნეთო აიო ეხლა მესამე დღეა ვქეიფობთო რა დავასაფლავეთო უმაღლესი პატივი დავადევნეთო რა ვიცი აი რაც მთელი შევკრიბეთო ფულიო და რამეო და ერთი სიტყვით აი უმაღლესი პატივით გავაცილეთ ამ ქვეყნიდანო რა ეხლა უცბად გადავიან გარეშე გონებაში ამათ ეს ფული რაც შეკრიბეს რამდენ ხანს ეყოფოდა იმ ბიჭს რამდენი წელიწადი დღეში ერთ კაცს რომ ერთი პური მაშინ რა 30 თეთრი თუ რაღაც აღიდა ერთი პური და ერთი ყველის ნაჭერი ან რაღაც კარაქი რომ მიეწოდებინა ერთი პატარა ესა ისოცხლებდა ეს უცბად ერთი წამოდგა ახლა დავიწყე ამაზე ლაპარაკი უკვე წამოვიწყე და ის პროკურორის მონადგილე უცბად ისაო მე უნდა გავიდეო რაღაცაო და მე ან შემოვალო ან რაღაც საქმე მაქვს დამავიწყდა ახლა მეორედ გახლა მეზარი და დაცარიელ და სუფრა მე არა მაქვს ჯერ ჩემი სათქმელი ნათქვამი და კი დაინახეს იმათ მე რას ვამბობდი რომ თქვენ კაი ხალხო შიმშილით მოკალით კაცი მეზობელი და პატივის დადევნება რაღაც უნდა იმას კაცო ის საცოდავი 27 წლის შიმშილით გარდაცვლილი ადამიანი სიცოცხლეში მიგეცათ ის 10 მანეთი და 20 ლარი და 30 ლარი კაცო მთელი კვირა ეყოფოდა იმას კაცო ეს რა უბედურებაა მე უთხარი ნეტა საერთოდ არ მოსულიყავი და ეს არ მენახა ეს ამბავი მე უთხარი ეს რა არის კაცო ძალიან გავბრაზდი რა და მე ცოტა სხვანაირად განვითარდა მოვლენები ამ კაცმა მთელ ოჯახს დაუძახა ხო ხედავთ აქ რა მოხდა ისითო თავის რძლებს იმას ესეთი ამბავი მოხდა ხო გეუბნებოდით ხოლმე რამდენჯერ გაუტანეთ გააწოდეთ აი ეხლა მეც დამნაშავედ ვგრძნობ თავს აი ეხლა მე აღარ ვიცი სად წავიდეო ეს სანამ ცოცხალი ვიქნები არ ხედავთ ადამიანებმა ეს არ ვიცით აი იმიტომ წაგიკითხეთ ნოდარ დუმბაძეს ეს აი ეხლა ვფიქრობ რა სიცით აი ამას წინათ ვფიქრობდი ესეთ რამეს აი ხა მე გამოვაცხადე და სხვათა შორის 3 მილიონი ერი ვართ რა და გამოვაცხადე რა დასამალია კაცო გამოვაცხადე მინდოდა რომ ეხა წიგნი არც გამიყიდიაც არავინ არა თქოს რომ ეხა წიგნებიდან ფული მიშოვია და ფონდებისა და იმებზე ვარ ჩამოკიდებული ვიღაცა დედიკოს ბიჭები ვით და იმათ სავით მე ახალგაზრდა სანამ ვიყავი მივდიოდი კომპანია იყო თუ რაღაც კაცურად შეიძლება თოფაზესთვის მithოვია იმის ვიღაცებისთვის აი ესეთი ხალხი შეიძლება დამხმარებია და
მე რა ფონდებიდან და იმებიდან არასდროს ერთი რა ვიცი ერთი კაპიკი არ ამიღია არსად ფონდიდან მე ხო და კიდე კარგი ისიც ის ახლა ჩემ ამ მსმენელმა რომ როდესაც ეხლა არსებობისთვის ვიბრძვი კაცო მე კი ვარ ხნიერი კაცი მაგრამ თან არსებობისთვის ვიბრძვი თან მინდა რომ წიგნი ნუ ეხლა აგერ სამინისტრო ორჯერ დაავალა მინისტრმა ნუ ეხლა აღარ მინდა ბევრჯერ გავიმეორო მაგრამ არ მინდა იმ ხალხს ეს დაუკარგო რა თია წულუკიანმა ორჯერ დაავალა რომ ამ კაცს დაეხმარეთო იმდენ იქნა ლიბერალურმა სამყარომ რომ უნდა დაენიშნა სამინისტროს ჩემთვის ყოველთვიური რაღაცა ბოლო რაღაცა კიდე გეუბნებით ამ ხნის კაცი მე ვიღაცას თემას დაუწერ ვიღაცას კორექტურას გავუკეთებ რა კი არ წუწუნებ კაცო მე არაფერი მიჭირს იმიტომ ყავს ისეთი მეგობრები რომ გამიჭირდეს არ დამტოვებენ ულუკმაპულოთ მაგრამ მაინც ხომ ვიბრძვია რა რაღაცისთვის ხო ვიბრძვი და რატო გეუბნებით ამას ახლა გეტყვით ხო და გამოვედი ესე იგი რომ ნუ გამოვიდა ის ქალი ტელევიზიით და თქვა რომ ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმაო დამიდო სიაო აი რომელი მწერლები უნდა დაფინანსდნენ და რომლები არაო ნუ რომლები უნდა დაფინანსდნენო რა ყოველ შემთხვევაში და მე ჩემ პასუხადაც მივიღე მე ღმერთმა გაუმარჯოს იმ ქალბატონს რომ თქვა მაინც ვერ გაარღვია ეს რკალი ეს ლიბერალური სამყარო ვერ მოისპო კაცო ეს დედიკოს ბიჭები ვერა რა ეს ვიღაცა მოდი ვთქვათ რა აი თბილყურზე გაზრდილი დედიკოს ბიჭები რა ეს ვერ მოიშორეთ კაცო და ყოველთვის აქ ესე იყო ასეთი ტენდენცია იყო რომ უნდა ყოფილიყავი ან კუნთმაგარი და გონება ჩლუნგი ან სწავლული და გამოქლიავებული რატო აი რატო იმ სწავლულს არ შეუძლია რომ მაგარი იყოს ან იმ კუნთმაგარს არ შეუძლია რომ სწავლული იყოს რა უბედურება გვჭირს კაცო აი ახლა ხო და რას ვფიქრობდი მე იცით გამოვაცხადე 3 მილიონიან ერში და ნუ იცით რა რამდენი ადამიანის გაომეხმაურა და რამე და ღმერთმა გაუმარჯოს ყველას კაცო მე არავის არ უკარგავ ღმერთმა დალოცოს სულ მაგრამ გაუმეცხადა ნუ თითქოს ჩამოსათვლელი ხალხი გამომეხმაურა მე დარწმუნებული ვარ ეხლა მე იმას აღარ ვლაპარაკობ რა ეხლა ვიღაცები ისინი ესენი და რას იწონებს ხალხი და რას უსმენს და როგორ ავართ გაუბედურებულები და რატომ მოვაყოლე ეს ამბავი ახლა მე დარწმუნებული ვარ აი გაზეთში რომ დაიბეჭდოს რომ მაგალითად სიტყვაზე გარდაიცვალა თამაზალავიზეო ნუ ეხლა როცა იქნება დრო ხო მომივა და ამასინათ ვფიქრობდი სხვათა შორის გარდაიცვალა თამაზალავიზეო და ვინც უსმენდითო ვინც ესეო ვინც ისეო ვინც ასეო ხო მთელი რა ვიცი 10,000-ობით კაცი მისმენს ხო მე გაჭირვებულებს არასოდეს და ქალბატონებს და იმებს და რომ წვალობენ და შრომობენ და იმათ აქვე ვამბობ არც მithქვია და ყოველთვის ვამბობდი არ მინდა მე საშუალო ფენას მივმართავ ისეთებს რომლებსაც ეს შეუძლიათ რომ დაუბეჭდოთ წიგნები ჩემთვის ხო არ დავწერე ეს წიგნები კაცო გავაჩუქოთ ჯერ გამომწერებზე მე ხალხში იქნება და ცოტა რაღაცა ცნობიერებას ამ გარყვნილ ლიტერატურას შეუტიოთ მე მაგაზე სამინისტროსთანაც ვქონდა გააკეთეთ ერთი გამომცემლობა კაცო რა გახდა რა ჭირი გახდა ერთი გამომცემლობა ვერ უნდა გააკეთოთ ამდენ გარყვნილ ლიტერატურას როგორღაც შევებრძოლოთ რომ მე როცა არ მაქვს დაბეჭდვის ის და იმ ფონდებზე არა ვარ დამოკიდებული გრანტებზე და იმეებზე დაიბეჭდოს ჩემნაირი მწერლები რომ ამაღლდეს ცნობიერება და ვიგრძნოთ თავი რომ რაღაცას წარმოვადგენთ კაცო რომ დაიბეჭდოს ახლა გაზეთში მაგალითად ნეკროლოგი რომ თამაზალავიზე გარდაიცვალაო და ვისაც რა შეგიძლია თქვენი ჭირიმეთო იქნება პატარა დაგვეხმაროთო მე მაგალითად აი დარწმუნებული ვარ ამას იმიტომ კი არ ვლაპარაკობ მე დარწმუნებული ვარ 200-ჯერ მეტი ხალხი გამოჩნდება ჩემი დაკრძალვისთვის
იცით რატო? ამას გამოაცხადებს გაზეთი, ან ტელევიზია, ან ვიღაცა, ვიცი, გამოაცხადებენ და იმისათვის, რომ ესე იგი გარდაიცვალა კაცი, ერთხელ კახეთში ვიყავი რა. და ესეთი ფრაზა მოვისმინე. რომ გაიგო, რომ ვიღაცამ გაიგო, რომ მწერალიაო ეს კაცი. კაი მწერალი მკვდარი უნდა იყოსო რა. ეხლა წარმოიდგინეთ რა ფილოსოფიურად შეიძლება გავიგოთ ეს. თქვენ გონიათ რომ ამაში აზრი არ ადევს? უზარმაზარი აზრი დევს. როდისღაც ხო უნდა დამთავრდეს მოყვასისადმი დამოკიდებულება. აი ახლა მე მაგალითად როგორ გითხრათ, იცით, სხვანაირად არ გამიგოთ რა, რომ ახლა მე ისევ ლაპარაკობ ამასთან დაკავშირებით იმას. კიდევ ვინმე რა წიგნებზეა ლაპარაკი და არა ვთქვათ იმაზე, რომ მე მშია და მწყურია. არა ბატონო, არც მშია და არც მწყურია. თორე ხო შეხედულებით ვიქნებოდი ისე, კი რაღაცას ვიბრძვი, აბა რაღაც ხო უნდა გავაკეთო რა, ნეტა ისევ არ მქონდეს ის საქმე, კაცო, მე თქვენ აგონიათ ის დამატებით საქმე. იმას რასაც ვაკეთებ, მე ჩემი შემოქმედება გავაკეთო, ის არ მირჩევია. მაგრამ არსებობისთვის ხო უნდა ვიბრძოლო. და წარმოიდგინეთ, ეხლა კიდევ ვიმეორებ, გამოაცხადოს ვიღაცამ, რას ამბობ, კაცო, ერთმანეთს ვერ დაასწრებს ხალხი, რომ არ დაიცვალა კაც დავასაფლავოთო, ეხლა დავადევნოთ პატივი. ვაჟა-ფშაველა შიმშილით მოკვდა. რატო არ კითხულობენ იმ წერილს, რომელიც მთავრობას მოსწერა მაშინდელ ხელისუფლებას? გავიგე, რომ პომპეზურად უნდა დამასაფლავოთო. სანამ ეს მოხდება, ერთი პური გამომიგზავნეთო. შიერი ვარ. და არ გაუგზავნეს ეს ერთი პური. და მის დაკრძალვაზე სად მივდივარ, კაცო? არ მინდა რომ ეხლა სხვანაირად გამომივიდეს, მაგრამ გახსოვთ ალბათ გოდერძი ჩოხელი გაჭირვებაში რო იყო და რა ხდებოდა. მე მაშინ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. და იმ ხალხმა, რომლებსაც აი ფონდებიდან ერიცხებოდა თათასობით ლარი, რა ვიცი მე 20 თუ 30 კაცი მიადგა საავადმყოფოში და 1000 ლარი მიუტანეს. რომ გარდაიცვალა, მისი სახლ-მუზეუმი რო გააკეთონ, რამდენი ათეულობით თუ ასეულობით ლარია გაწერილი და რამდენს თვითონ აჭამენ. აი ეს როდის უნდა დამთავრდეს. ტერენდი გრანელი ნაგვის ბუნკერში მოკვდა და ქუთაისის მერმა ერთი პატარა რაღაცა ორი სიტყვა რო დაეწერა ხიდზე მისი სიტყვები ლექსიდან 400.000 ლარი გაწერა ბიუჯეტიდან. და ერთი თვის შემდეგ თუ რაღაცა ისასოები ჩამოცვიდა. თქვენ დალოცვილი შვილებო, ჩემთვის ხომ არ დავწერე ეს წიგნები. ჩემს სახეიროდ და გასამდიდრებლად ხო არ ჩავწერე ეს სიტყვები. მე იცით როგორი ახალგაზრდა კაცი ვიყავი? არ მინდა რა ცოტა ისე ვილაპარაკო. მაგრამ პირდაპირ გეტყვით რა, იციან ვინც მიცნობენ რა. ასი კაცის არ მეშინოდა შიგრო შევარდნილიყავი შუაში, ჩხუბში. და ეხლაც არა ვარ თლად დავარდნილი, მაგრამ იმის შემდეგ 90 ჯერა ვარ გადაჭრილი შუაზე იქიდან და აქედან. მაგრამ არავითარი ზადი მე არ მქონდა. და მე რომ მიმემართა ადრესაც ავთქვი და კიდე გიმეორებთ, ჩემი გონება არა იმისთვის რომ თქვათ ერისთვის გამეკეთებინა ეს საქმე და არავის არ ვამადლი, ჩემს როგორ დავამადლი კაცო ამას. მე უბრალოდ სათქმელი მინდა რომ გითხრათ რა. მე იცით რამდენ ფულს ვიშოვიდი პარტიები მეპატიჟებოდა იქ აქეთ იქით მომზადი ბატონო თამაშ ჩვენთან წამოდი იქით წამოდი აქეთ წამოდი აქეთ წამოდი იქით წამოდი. რას ლაპარაკობ, მე დღეს ერთ-ერთი პარტიის ლიდერი ვიქნებოდი და ერთ-ერთი ანგარიში გასაწევი ძალა. იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ამ ვიღაცა იმ
მუხლებს რო ერთმანეთს უქლაქუნებენ, იმათ სილებით გამოვრეკავდი გარეთ, კაცო. ასე რომ, აი, კიდე გეუბნებით რა, ჩემი ცხოვრება შეგნებულად მიუძღვენი ჩემ ერს და როგორ უნდა მტკიოდეს გული და როგორ უნდა მიხაროდეს მე თითოეული ისეთი ადამიანის გამოჩენა, რომელიც მირეკავს და მეუბნება, ბატონო თამას, მინდა რომ დაგეხმაროთ. აი ის, აი ახლა იმ მარადისობის კანონიდან რომ წაგიკითხეთ, იმან იცის, ის გრძნობს და იმან იცის, რომ მე შეიძლება მე საჭიროებოდეს დახმარება და მთვლის თავის მოყვასად, თავის თანამემამულედ და თავის ახლობლად. და მან იცის, რომ ეს წიგნები და გასიგრძე განებული აქვს, ეს ყველაფერი ჩემთვის არ შემიქმნია. ის გრძნობს კიდევ ვიძახი, რომ მე მისი მოყვასი ვარ. და თითოეულ თქვენგანს კიდე გეუბნებით, დარჩებით ჩემს არქივში. შეიძლება ბევრს არაფერს ამბობდეს ეს, მაგრამ ხვალე ზეგ, მასზეგ და იმის ზეგ შეიძლება ფასი დაედოს ჩემს არქივს, მე რო აღარ ვიქნები ცოცხალი და რომ გახსნიან ის თქვენი სახელები, ის წიგნი რო გამოვა ჩემი დღიურების სახით, მე ამას სიცოცხლეში ხო ვერ დავბეჭდავ, ეს ცოტა არაეთიკურია. ოქროს ასოებით ჩაიწერება იმ წიგნში ის თითზე ჩამოსათვლელი ხალხი, რომელიც გამოჩნდით. მე ყველას მადლობას გიხდით. იცით, დავждები ხოლმე მარტო მიხდება ამაზე ფიქრი და განსჯა. და ვფიქრობ, იქნებ სწორად არ გავატარე ჩემი ცხოვრება. იქნებ არ უნდა გამეტარებინა ასე ჩემი ცხოვრება, მაგრამ მე ერთი წერილი მაქვს ალიაში დევს, ალია საიძე. რამდენი ამას ვიფიქრებ, მე უფე თადეოზიზე წიგნი მაქვს რა დაწერილი ჩემ უფროს მეგობარზე და თუ გადაწყვეტო, მომესმება ხოლმე ეს იმ წამსვე, როცა ამაზე ფიქრს დავიწყებ. მომესმება ხოლმე იმ სულმნათი მღვდელმთავრის სიტყვები. თუ გადაწყვეტ, რომ უფლისგან ნაბოძები ჯილდო, ეს შემოქმედებითი უნარი გაცვალო პულში, ის ჯილდო გექცევა სასჯელათო. ახლა რაღა უნდა გავცვალო ამასაკში. მაგრამ ეხლაც კი, რომ ვფიქრობ, სწორად ვიცხოვრე თუ არა, აი ეს იმ წამსვე ეს სიტყვები არ აყოვნებს და მესმის ყურში. შეხედეთ სოციქსელებს. რა აინტერესებს ხალხს? ხედავთ, აი ჩემ მას შეხედეთ გვერდს ქურდები და ვიღაცები, ნუ გასაგებია, ხო, ნუ ის ქურდები იდუმალი ცხოვრობენ და ნუ რაღაცა, ნუ გასაგებია გაინტერესებს, მაგრამ გავანებოთ მაგას თავი. შეხედეთ ადამიანებს, აი რომლებიც არიან, როგორ გითხრათ, იცით, აი ამასინათ ერთი კაცი ლაპარაკობდა, ხა მე ხო არ ვილაპარაკებ ამაზე, მაგრამ ხალხი სერიოზული ხალხი გამოდის ამ სოციქსელებშიო და შევხედაო და 20 ლაიქი აქვს და 30-იო და გავიხედაო კაცო და ვიღაცაო თქვათ, ნუ არ დავცინიო მე იმასო ეხლა, ნუ ავანტყოფიო ვიღაცა გამოვა, ავანტყოფიო, ხო გასაგებია ეხლა როგორ და 10 წუთში აგროვებს 1000 ლაიქს. ლაიქი რა შემჭირდება მე, მაგრამ მე ხო სტიმულია, ესე იგი ვიღაცას მოეწონა, ხო? მე ყოველთვის მაგას ვამბობ, ჩემი შემოსავლის წყარო კი არ არის კაცო. არ ჩემი შემოსავლის წყაროთ კი არ მინდა ვიქციო ეს. მე ხო გავაჟღერე ის რისთვის გავაკეთე ეს ყველაფერი. და რისთვის ვაკეთებ. ბლოგერი კი არა ვარ და ბლოგერობა კი არ მინდა და პოპულარობა კი არ მინდა. პოპულარობა რომ მომბოდა. იმდენი ვარიანტი მქონდა ახალგაზრდობაში, რომ აი მე პირიქით აი ხა ამას წინადაც ვთქვი,
რომ დავდივარ ხოლმე ან მაღაზიაში მიხდება შესვლა ან სადღაც ხო ფიქრობ ვიღაც უცხო ადამიანი რომ შემოვა არ მიცნოს მე რომ გამოვდივარ თქვათ YouTube-ზე არ მინდა რა ეს ყურადღების ცენტრში მოქცევა ეს უნდათ როგორ ადამიანებს იცით ამბიციურ ადამიანებს ვისაც ერაზმ როტერდამელს აქვს ესეთი სიტყვები რა და ძალიან მომწონს სხვათა შორის მისი ეს ნათქვამი ვისაც ნიჭი არ ყოფნისო დანაკლის თვითკმაყოფილებით ინაზღაურებსო ამ თვითკმაყოფილი იდიოტების ქვეყანად ვიქეცით რა თქმა უნდა ყველაზე ამის თქმა არ შეიძლება მაგრამ უმრავლესობა ესენი რომ არიან ამიტომ გვაქვს ჩვენ ასეთი ცხოვრების წესით გვაცხოვრებენ ამ იდიოტების ქვეყანა ფაქტიურად და ამ იდიოტური წესით რაღაცას საგიჟეთში ვცხოვრობ ჩვენ და მე როდესაც მორალზე ვლაპარაკობ მე რატო ვკეტავ იმეებს რა ქვია კომენტარების უნარს არ ვიცი ეს გაერთიანება ჯგუფია რა ჯანდაბა წერენ ისეთ იმეებს არაადეკვატურ იმას რომ ნერვებზე მოქმედებს მაინც გინდა არ გინდა რაღაცა კი ბატონო ეხლა არ მაგინებენ არის მაგრამ ძალიან ცუდ კომენტარებს წერენ იქ რომ საერთოდ არაფერ შუაში არ არის იმასთან იქ სად ვარჩიო მე სადაც აუდგები გარკვეული დროის შემდეგ ვკეტავ რომ იმიტომ რომ მე სამუშაო მაქვს ისა მაქვს და არამცალე ხან ტელეფონი მაქვს ჩაწეული რომ რაღაცა მაქვს გასაკეთებელი და ვამოწმებ 10 წუთში 15 წუთში ერთხელ არ ვიცი რა არ ვიცი როგორ რაღა უნდა ვიფიქრო მე არ ვიცი რამდენი მიწერია მაგრამ ყოველ შემთხვევაში აღარ ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო რა აღარ ვიცი რა უნდა გავაკეთო უნდა შევწყვიტო ეს თქვათ ეს გამოსვლები იმიტომ რომ ვიღაცას შეიძლება ვთქვათ რა მორალზე ლაპარაკობს რა პიატი გოდახო არ არის და ეს წარმოიდგინეთ ეხლა ჩემთვის ეს რა მძიმეა ეხლა ეს ყველაფერი კიდე კაი ახლა იქ მიწერენ ხოლმე ხალბატონები არიან ისინი რამდენიმე მამაკაციც არის რომ მიწერენ რომ ბატონო თამაზ რამე და მიხარია უბრალოდ მიხარია ის კი არა ახლა თან იმას ვფიქრობ კაცო ახლა გასაგები იმას აქში არა ვარ ახლა ხიფში ჩავარდე და ეს მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ამ იდიოტური რაღაცების მოწერის შემდეგ მე მიხდება ამის წაშლა და დრო მიაქვს ამას ამ ყველაფერს რომ იმას ჩავკირკიტებ მოვა რაღაცა უნდა წავშალო რომ ხალხმა ეს რაღაცა იდიოტური ნაზრები არ წაიკითხოს ამ გასაჭირში ვარ ჩემო ბატონო და ასეთი რამ წარმოგიდგინეთ რომ რას ვაკეთებთ ქართველები მკვდრებს ვმარხავ და მე იმ მკვდრებით ვამაყობთ ანუ ჩვენ ცოცხალი ადამიანი განგვიზიდავს და მკვდარი არის მისაღები იმიტომ რომ ის მკვდარი უნდა დაიმარხოს კაცო ჩვენ ხო წაგიკითხეთ სახარებიდან მკვდრებმა დამარხონ მკვდარიო ანუ რა გამოდის ესე იგი მთელი ერი უკვე გადავიქეცით მკვდრებად და თუ ცოცხლები ვართ იმ ნოდარ დუმბაძემ იმიტომ წაგიკითხეთ ის ცოცხლები სანამა ვართ ერთმანეთს ხელი მივაშველოთ როგორც რომ მკვდარ ერად არ გადავიქცეთ რა ეს არის ჩემი აზრი იმიტომ რომ კიდე გეუბნებით ცოცხალი აქ და მორალი და პატიოსნება არ ფასობს და ფასობს რაღაცა სიგიჟე ესე იგი რას ნიშნავს ერი ვართ უკვე ფაქტიურად უკვე არ ვიცი დაღუპული ვართ უკვე შეგვიძლია გადარჩენა არ ვიცი რაღაცა პროცენტი არის რა რომ შეიძლება რაღაც გადავჭრეთ მაგრამ მე უკვე პესიმისტურად ვეწყობი ამ ყველაფრის მიმართ რა რაც დრო გადის ღმერთმა ყველას გაგიმარჯვოთ არ მინდა რომ თავი მოგაბეზროთ მაგრამ ესეთი დამოკიდებულებით ერთმანეთის მიმართ
გძულს ერთმანეთს. ამ სოციალურ ქსელში რაც ვიხილე, ეს ხო საშინელებაა. ერთმანეთის ლანძღვა, წყევლა, უბედურება და ეს რა სანიშნავს, რატო აგინებ, რატო წყეული, ეს მე ორბანაკად გაყოფილი ხალხი იქ ის შენი სახარში. ეს საგიჟეთია რა. ღმერთო დაგვიფარე ყოველი ცუდისაგან და კიდევ ერთხელ გეუბნებით ხალხო, აი ვინც მისმენთ, ვინც სიამოვნებას განიცდით ჩემი იმის რა ქვია მოთხრობების, გამოსვლების ამ ბავში ღმერთმა ყველას გაგიმარჯოთ. კიდე გიმეორებთ ერთხელ და საბოლოოდ. მე ამას მეტად არ გავიმეორებ. არც ერთმა ქალბატონმა, მე ქალის კისერზე არ ამჯდარო, არასოდეს და ქალისგან კი მყავდა ყოველთვის ვამბობ 1-2-3 ქალი. ჩემ ცხოვრებაში რა თქმა უნდა არსებობდნენ, მაგრამ ის ქალები, 2 მათგანი იკავებდა მაღალთანამდებობას, ერთი, ძალიან დიდი შემოსავალი ჰქონდა. და დამხმარებიან, ეხლა იმათ კისერზეც არ უმჯდარ ვარ, მაგრამ რაღაცა ამ ბავში დახმარება გაუწევი, ან ავად ყოფილი ვარ, ან რაღაცა ყოფილა, კი ბატონო, მაგრამ ისე რომ მე ქალები მოუძებნო იმისათვის, რომ არ იქა და იმ ქალებმა მიშველონ და რაღაცა, ესეთ რამეს არ დაუშვებ. არ დაუშვებ. ვისაც შეძლება არა გაქვთ, არავითარი ის არ მინდა რომ ვიღაცამ პურის ფული გამოიკროს და თვითონ მშიერი დარჩეს. მე არც ამას არ დაუშვებ. საშუალო ფენას მიუმართავ. კიდევ ვამბობ, მდიდრები ჩემთან არ შემოვლენ და ჩემს მოსასმენად არ შემოვლენ. თორე ისეთი მდიდრები, როგორც სარაჯიშვილი იყო, ზუბალაშვილები იყვნენ, ესეთი მდიდრებიც არიან. ეხლა მე მთლად წყალს კი არ უწურავ, რომ არ არიან. არიან ესეთი მდიდრებიც. აგე მე ვერ მივაწვდენ ხმას და არც ვეცდები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აგერ მილიარდერი რო გამოჩნდა ლომთაძე, ბებია ჩემის როგორც გავიგე, ესეც შემთხვევით გავიგე, ძალიან ახლო ნათესავია ჩემი, ანუ ბებია ჩემის ძმის მხრიდან. ბებია მყავდა ლომთაძე. ასე რომ სორიდან ხო და ასე რომ აი კიდე გეუბნებით რა, ეხლა მე სადავდიო იმას რომ რაღაცა, მაგრამ დიდრებს და იმას კი არსებობენ, გან არ არსებობენ, მაგრამ რა ვიცი, მე ესე მგონია რომ თუ შემთხვევით მოხდა იმ სარაჯიშვილის დონის მდიდარი და თქვა რა ვიცი, თუ არიან ესეთები, არც გამიგია, მაგრამ ღმერთმა გაუმარჯოს, მაგრამ თუ შეიძლება გაქვს დამიდექი გვერდში რომ წიგნები გამოვცე და გავაჩუქო ჯერ პირველ რიგში ჩემს გამომწერებს, ვისაც მივწვდებით და შემდეგ სწავლულ ხალხზე რომ საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდეს და ამ გარყვნილ ლიტერატურას შევებრძოლოთ. მე მეტი არაფერი არ მინდა და არაფერს არ ვითხოვ. გამოურიცხოთ ქალები, გამოურიცხოთ გაჭირვებულები და განსაკუთრებით პენსიონერები. და აი ამას ვამბობ უკანასკნელად. ღმერთმა ყველას გაგიმარჯვოთ თქვენ გზაზე და ღმერთმა ყველას ის მოგცეთ, რაც გაწყნარებულ გულზე, რასაც ისურვებდით თქვენ. იცით რომ მე კარგსაც და ცუდსაც ერთნაირად ვლოცავ, მაგრამ კარგს რა თქმა უნდა უფრო გამოკვეთილად ვლოცავ. თუმცა იმ ცუდსაც არ ვლოცავ ნაკლებად, იმიტომ რომ შემოუბრუნდეს იქნება ღვთისკენ გონება. ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებთ. მაპატიეთ ამდენი რომ ვილაპარაკე, მაინც ბევრი გამომივიდა რა. დიდი მადლობა რომ ისმენთ.